ტანდეგობის დარღვევა ბავშვებში და არა მხოლოდ გამომწვევი მიზეზები, მოგვარების გზები და პრევენცია. უყურეთ ბოლომდე, მოწონება არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო, ეს არის თქვენთვის ჩავთვალოთ უფასო ვებინარი, კონსულტაცია მოწონების სანაცვლოდ. მეგობრებო, ტანდეგობის დარღვევა შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი და რა არის ზოგადად ტანდეგობის დარღვევა? არის გარკვეული სტანდარტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ადამიანის სხეული, ხო, ანატომიური წყობა. თუ გარკვეულწილად ნებისმიერი სხეულის ნაწილი, ეს იქნება ზედა ნაწილი, ეს იქნება შუა ნაწილი თუ ქვედა ნაწილი, არის გარკვეულწილად გადახრილი, ასიმეტრიული ან არ შეესაბამება აი ამ სტანდარტს, ეს გარკვეულწილად არის ტანდეგობის დარღვევა და აუცილებლად არის საყურადღებო. გეტყვით ახლა გამომწვევ მიზეზებს. ზედაპირულად ვიტყვი, ნომერ პირველი არის იდიოპათიური სქოლიოზი, რომლის მიზეზი ჩვენ არ ვიცით. ამ შემთხვევაში ტანდეგობა დარღვეულია, ანუ სქოლიოზი იქნება, კიფოზი, მოხრილობა იქნება, ჰიპერლორდოზი იქნება, ქვედა კიდურების ასიმეტრიულობა, მხრის ასიმეტრიულობა, ანუ ყველაფერი ეს არის რა თქმა უნდა ტანდეგობა. შემდეგ მეორე მიზეზი არის დისპლაზია. კი ბატონო, როდესაც გვაქვს დისპლაზია, განუვითარებლობა, მკვეთრი ასიმეტრიები მენჯბარძაყრის სეგმენტში, ესეც გარკვეულწილად ტანდეგობის დარღვევაში გადის და გვაძლევს სხვაობა სხეულის აი ამ ნაწილში. შემდეგ, ქვედა კიდურების ასიმეტრიულობა. დიახ, არის ესეთ შემთხვევები, როდესაც ერთი კიდური ჩამორჩება მეორეს განვითარებაში. უპირველეს ყოვლისა, გარემიოფასციალურად ჩვენ დათვალიერებით ვამჩნევთ ამას და თუ შევამჩნიეთ, რომ გვაქვს სხვაობა, აუცილებლად რადიოლოგიურად ვერტიკალურ მდგომარეობაში მთლიან პროექციაში ვამოწმებთ. შემდეგ, მოდუნება, მჯდომიარე ცხოვრების წესი, წოლის ცუდი ჩვევა, ჯდომის ცუდი ჩვევა. კი ბატონო, ეს არის გამომწვევი მიზეზი, როდესაც ადამიანი მოდუნებულ პოზიციაში ესე საათობით ატარებს, აი ესეთ პოზიციაში, ან იქნება ტელეფონი თუ ესე შემდეგ, რა თქმა უნდა, ესეც გარკვეულწილად გამოიწვევს ტანდეგობის დარღვევას, რადგან იხრება ადამიანი, ყველაზე მეტად იხრება, როდესაც ის ზის. შემდეგ ცუდი ჩვევები უკვე ვთქვი და შეძენა, რა თქმა უნდა, ზრდასრულ ასაკში შეიძლება შეიძინოს ადამიანმა. თუ მაგალითად ბავშვს ან მოზარდს ჭირდება 2-3 წელი მჯდომიანი ცხოვრების წესი, შეექცა ტელეფონს, გაჯეტს, პლანშეტს, მეცადინეობას, ზრდასრულს 5-7-10 წელი მჯდომიანი ცხოვრების წესი, არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ან კიდე დეგენერაციული დისტროფიული ცვლილებები, პროტრუზია, თიაქარი, აი მაგალითად ადამიანს აქვს გარკვეული პრობლემები, ხო და როდესაც მოხრილ პოზიციაში არის, შვებას პოულობს, ხო, იხრება და აი მისი ხერხემალეს გარკვეულწილად მისი სხეული ესეთ ფორმას ღებულობს. ან მაგალითად აქვს მარცხენა მხარეს, ხო, ეს თიაქარი, პროტრუზია, იხრება მარჯვენა მხარეს და აი ესეთ ფორმას ღებულობს. ესეც გარკვეულწილად არის სხეულის ერთიანობის ან ტანდეგობის დარღვევა, ხო? ანუ ფუნქციონალური სქოლიოზი, ესე რომ ვთქვათ. ეხლა რაც შეეხება მოგვარებას. ყველა აი ეს ჩამოთვლილი კიდე რამოდენიმე მიზეზი არის, ეხლა ერთ ვიდეოში ვერ ჩავატევ ამ ყველაფერს. მოგვარებას რაც შეეხება, ყველა შემთხვევაში სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა. თუ არის მაგალითად ქვედა კიდურის ასიმეტრიულობა, თუ ცდება 3-5 მმ-ს, რა თქმა უნდა, უნდა ავამაღლოთ კიდური ხელოვნურად, რომ დავაბალანსოთ, რომ შევეცადოთ საბოლოოდ სანამ ჩამოყალიბდება სხეული, მანამდე რომ ესე იგი სიმეტრიულად იტვირთებოდეს და ხერხემალზეც არ გადავიდეს ეს ასიმეტრიულობა. შემდეგ, რაც შეეხება სქოლიოზებს, კი ბატონო, თუ იდიოპათიური სქოლიოზია, აუცილებლად გადაუდებელი რეაბილიტაცია, მუდმივი რეაბილიტაცია, რომ ვეცადოთ მაქსიმალურად შევაჩეროთ ეს პროცესი, რადგან საბოლოოდ ძალიან ცუდ შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს და ქირურგიული ჩარევაც საბოლოოდ შეიძლება დაგჭირდეს. შემდეგ, ჯდომა, წოლის ცუდი ჩვევა, აუცილებლად, იცით რა, ჩვენ უნდა ვეცადოთ მოვაგვაროთ აი პრობლემა საიდანაც მოდის, აი საფუძველი ფუნდამენტალურად და არა სიმპტომატიკა. მაგალითად გავიკეთოთ სარტყელი ან რაღაცა ჯოხი დავიჭიროთ და რაღაცა 5 წუთით ესე გავიწეროთ. არ არის საკმარისი, მეგობრებო. აუცილებლად უნდა დავაკომპენსიროთ ჯდომა ფიზიკური აქტივობით, მოძრაობით. სახლში უნდა გქონდეს შესაბამისი პირობები, ეს იქნება ჰანტელები, ეს იქნება ძელი, იატაკიდან აზიდვები, ცურვა და ესე შემდეგ ფიზიკური აქტივობები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფიზიკური განვითარება პირდაპირ კავშირშია ჯანმრთელობასთან. ამიტომაც აი ეს ტანდეგობის დარღვევები, ასიმეტრიულობები, კიფოსქოლიოზი, ჰიპერლორდოზები და ესე შემდეგ, რომ თავიდან ავიცილოთ გარკვეული პრობლემები, ეს ჯერ არის ვიზუალური მხარე დასაწყისში, როდესაც არის ადამიანი მოზარდი, შემდეგ უკვე 20-40 წლიდან უკვე ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის, ტკივილს ანიჭებს და ცხოვრების ხარისხს უქვეითებს. ამიტომაც მეგობრებო, ეს არ არის მხოლოდ ვიზუალური მხარე. დავამატებ ასევე ერთ რამეს. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს აქვს ტანდეგობის დარღვევა. შეიძლება სერიოზულიც კი მკვეთრად გამოხატული მხრის ასიმეტრიულობა იქნება, იდიოპათიური სქოლიოზი იქნება, ქვედა კიდურის მკვეთრი ასიმეტრია, ანუ ადამიანი შეიძლება კოჭლი იყოს, მაგრამ ფიზიკურად იმ დონეზე განვითარებული, რომ ამან მას არანაირი პრობლემა ცხოვრებაში არ შეუქმნას.